განაგრძოთ ბიზნეს კურიერს და წინა მწვავე დისკუსიის შემდეგ რომ დავშვიდეთ, მოდი სოფლად გადავინახოთ, სადაც ბიზნესი მით უფრო ძლიერია, რაც მეტი ფერმერია მასში ჩართული, ძალა ერთობაშია და კიდევ ცოდნაში. ამ პრინციპით ზემო ნიქოში ფერმერული კოოპერატივი იქნება უშუალოდ რუსული მავთულხართების გასწვრივ. ეს ინამყნება ივნისში, აგვისტოშიც, ეს არის საცდელი, ანუ რაფორმი იჯდება კვირტი, ხეში მწვანე კვირტი. გიორგი მჭედლიძე ამერიკიდან მშობლიურ სოფელში 1 წლის წინ დაბრუნდა. ზემო ნიქოზი, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება, ამჟამად ბუფერული ზონაა, თუმცა საოკუპაციო ზოლთან არათუ ცხოვრება ბიზნესიც კი დაიწყო. დავიბადე ამ სოფელში, გავიზარდე, დავამთავრე ცხინვალის მეოთხე საშუალო სკოლა, ეს ქართული სკოლა. 2009-ში წავედი მე ამერიკაში, დავიწყე, ჩემი ოცნება იყო ყოფილიყავი ჩამოყალიბებული გლეხი, მესწავლა ახალი ტექნოლოგიები, შემომეტანა საქართველოში. დავიწყე კალიფორნიაში სწავლა, როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში ამის კეთება. როგორც ხედავთ, საქართველოს პირველად ხია გრუნტზე გამოიყვანე კომერციული ენერგი, კაკლის, ჩანდლერის ჯიში შემოვიტანეთ. ეს ხდებოდა საქართველოში, ნამყრობა ეს ფაჭფადინგით, ნამყრით კაკალს, ასევე შემოვიტანეთ ნუშის 6 სახეობა. გლეხები სწორად მიუძღებიან საკითხს, ანუ გააშენებენ იმას, რასაც მარტივად გაყიდიან, რაზეც მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე და ეშოლება ქვეყანას. 2 ჰექტარზე გაშენებული სანერგე შემოდგომით ბაზარზე 60,000-მდე ნერგის გატანას გეგმავს. როგორც გიორგი ამბობს, მოთხოვნა ძალიან დიდია. 2017 წლამდე შეკვეთები უკვე წინასწარ აქვს მიღებული. კაკლის ნაყოფი ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად არის გათვლილი, რაც შეეხება ნუშს, ის საექსპორტო პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნაც და ფასიც ყოველწლიურად იზრდება. ჩანდლერის ჯიში ეს ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ჯიშად. მოსავლიანობით, ნაადრევ ასაკში მსხმოიარობით, მისი ელექტრული მოსავლიანობა 8 ტონას შეადგენს. გამოსავლიანობა 51%, ახასიათებს თხელნაჭუჭობა, თითქმებალიანობა. ნუში საქართველოში ენდემურია და მარტივად ხარობს, თითქმის ყველა რეგიონში. ელექტრული მოსავლიანობა ნუშის დაუშვებ ნომპარელი მონტერეი კარმელის 1 ჰექტარზე შეადგენს მიახლოებით 5.5 და რა თქმა უნდა შედარებით ცოტა მეტიც ეს მისაშუალოს ვამბობ. გამოსავლიანობა აქვს 71%. სანერგე დაინტერესებულ მებაღეებს კონსულტაციებს უწევს და ნერგის მსხმოიარობამდე მიყვანა შეეხმარება. ადგილობრივი მოსახლეობის დასასაქმებლად გიორგიმ სოფელში 10 წევრიანი კოოპერატივით შექმნა და სიმძლავრის გაზრდას აპირებს. აგვიხსნა, გითხრა, გვასწავლე ესეთი რამე ხდება, ეს ახალი ჯიშის კაკლები და ნუშები, მალე 60 წელიწადში მსხმოიარეები და კარგი გამოსავლიანია, როგორც რა. დავიწყეთ რამოდენიმე მეგობრებმა რა თქმა უნდა გაკეთება, ჩარგვა, თან გვასწავლი და თან სწავლობდი, თან კიდე ესე ვაკეთებდი. კოოპერატივის სტატუსი ფერმერებს ყველა შესაძლო გადასახადის განათავისუფლებს და სახელმწიფო სუბსიდიასაც პირდება. ამის გათვალისწინებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში კოოპერატივების რიცხვის სწრაფ ზრდასელიან. დღეს მდგომარეობით ჩვენ რეგისტრაციები დაახლოებით 1 თვის წინ დავიწყეთ, უკვე 26-ში არის რეგისტრირებული და საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ამ მოლოდინში, იმისა რომ უახლოეს პერიოდში მიენიჭოთ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. მოლოდინი არის საკმაოდ დიდი, ენთუზიაზმი არის მაღალი. ლიდერობს ამ ეტაპისათვის შიდა ქართლის რეგიონი, სადაც უკვე 6 სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი გვაქვს წარმოდგენილი, ყავს წარმოდგენილი, ამათ მოყვება მცხეთამთიანეთი, სადაც უკვე 5 კოოპერატივა, კახეთი ასევე და ასე შემდგომ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს დღეებში კიდევ 40-მდე კოოპერატივისათვის აპირებს სტატუსის მინიჭებას. ნიქოზის კოოპერატივი კი გაფართოებას და საქართველოს ნუშის მწარმოებელ ქვეყნად გადაქცევას გეგმავს.